Ორს მეუბნებიან შესანიშნავი კადრია, ქალები ერთად იკრიბებიან ერთ ადგილას, რომ შეუერთდნენ ამ პროტესტს. მარიკა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. სად ხართ, საით მიდიხართ, ვინ ხართ ერთად შეკრებილი და რა მთავარი мотиваციით? მოგესალმებით სოფო, პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს დამოუკიდებლობის დღეს, ეს უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის და მადლობა თქვენ ჩართვისთვის. დღეს ჩვენ მოძრაობა პროტესტში, როგორც დაანონსებული ჰქონდა, ვიკრიბებით ამ წუთებში სწორედ რუსთაველის მეტროსთან და აქედან დავიძრებით მსვლელობით თესეუსკენ, სადაც შეუერთდებით ოპოზიციური ალიანსის მიერ დაანონსებულ აქცია მსვლელობას და მათთან ერთად გადავინაცვლებთ შემდგომ უკვე პარლამენტისკენ. დღეს როგორც აღნიშნე არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე 1918 წლის 26 მაისს მოხდა ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარება, გამოცხადება და ამის შემდგომ მაშინაც რუსეთისგან მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ბრძოლის შედეგად და ეს ბრძოლა გრძელდება დღემდე. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ზუსტად იმ პირობებში, როდესაც შესანარჩუნებელი გვაქვს ეს დამოუკიდებლობა და დღესაც უკვე მერამდენე დღეა ეს ბრძოლა და მერამდენე თვეა მიდის აქ თბილისის ქუჩებში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში. ამ წუთას აქ იკრიბება მოძრაობა პროტესტის წარმომადგენლები და გულშემატკივრები, საკმაოდ ბევრი ხალხია, ქალები, რომლებიც ამ რეჟიმას სწორედ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ფარგლებში, რეპრესიებში მოაქციეს და დაიჭირეს ადმინისტრაციული წესით და თითოეული მათგანი, ანუ პირველი, ასე ვთქვათ, ნაკადი, რომელიც დაეხმარება, რომელიც საფუძველი გახდა ამ მოძრაობის ჩამოყალიბების, იყო სწორედ ეს უკანონოდ დაჭერილი ქალები, რომლებსაც იზოლატორებში, მასწავლებლებს, დედებს, პროფესორებს, მუსიკოსებს, ხელოვანებს და სხვა იურისტებს და სხვადასხვა ადამიანებს მოუწიათ სრულად საფუძვლოდ ციხეებში დღეების გატარება. დღეს ჩვენ ვიმყოფებით იმ მდგომარეობაში, როდესაც სულ ცოტა მოშორებით მომდევნო მეტროსადგურთან ფაქტობრივად იმყოფებიან დუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები და ისინი თავისუფლების მეტროსთან არ მიუშვეს. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ მის თავზე სამართლებრივად აღებულ ვალდებულებას არ ასრულებენ, რომ ამ ქვეყანაში ჯანდაცვის უფლება მით უმეტეს ბავშვებისთვის იყოს გარანტირებული, ამ ადამიანებს მოქალაქეობრივ უფლებებსაც კი უზღუდავენ და არ მიუშვეს თავისუფლების მოედნიდან პარლამენტისკენ. არ მიუშვეს იქ ასევე დაიცავი ილიაუნის სტუდენტები და ადამიანები, რომლებიც ხელმოწერებს აგროვებენ სწორედ იმისთვის, რომ წამალი ბავშვებს ჰქონდეთ. დღეს ჩვენ ვართ რეალობაში, როდესაც ადამიანები უკიდურესი სიდუხჭირის გამო ამ ქვეყნიდან გარბიან ემიგრაციაში. აქ გვაქვს უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემები. გვყავს 10,000-ობით სოციალურად დაუცველი, შიმშილობის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვები და ეს ყველაფერი, ხო, კიდევ გვყავს 120-ზე მეტი სისხლის სამართლებრივი წესით დაჭერილი ადამიანი უსაფუძვლოდ რეჟიმის პატიმარი. ქალები 100-ზე მეტი ქალი, რომელიც არც ერთ ხელისუფალს, არც ერთ რეჟიმს საქართველოში არ გაუკეთებია, 100-ზე მეტი ქალი გაუშვა ციხეს ამ რეჟიმმა. და აი ამ მოცემულობაში, როდესაც ამ ძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ვაპროტესტებთ, როდესაც ადამიანის უფლებების მასობრივ კრებას ვაპროტესტებთ, ოცნება აგრძელებს რეპრესიებს კანონის სახელით და ცდილობს, რომ დაამკვიდროს ავტორიტარიზმი, იმიტომ რომ სხვანაირად ის ვერ მიიტაცებს საქართველოს დამოუკიდებლობას და ის ვერ გახდის ამ მარიკა, არ ვიცი, საქართველოს ისტორიას რომ გადახედოთ, ალბათ ქალების წვლილი განსაკუთრებულია, მათი სიმტკიცეც, სიძლიერეც და თქვენ ახსენეთ სინდისის პატიმრები, არა მარტო დაპატიმრებული ქალები, არამედ მარტო დარჩენილები, რომელთა ქმრები, შვილები გაუშვა უსაფუძვლო პატიმრობაში რეჟიმმა და აი როგორ მედგრად განან მე ვხედავ თქვენს უკან მშობლებსაც, სინდისის პატიმრების დედებს. მე მესმის, რომ ზუსტად ასეთმა დედებმა აღზარდეს ისეთი სინდისის ხალხი, რომლებიც არ მიდიან კომპრომისზე რეჟიმთან და ასე იყო ალბათ სხვა ისტორიის მანძილზე, როცა არ მიდიოდნენ კომპრომისზე მტერთან და ამან მოიტანა ეს ქვეყანა აქამდე. მინდა გკითხოთ ზუსტად აი ამ დედებზე, რომლებაც განსაკუთრებული мотиваცია მისცა საერთოდ ამ მოძრაობას ალბათ. ისინიც არიან თქვენთან ერთად, როგორც ვიცი.
კი, რა თქმა უნდა, დედები, რომლებსაც რეჟიმმა წაართვა საკუთარი შვილები და წლობით გამოუკეტა ციხეში სრულიად უსაფუძვლოდ. იქ სადაც დანაშაული უბრალოდ არ არსებობს, ეს ადამიანებიც არიან ჩვენს გვერდით და არიან მათი ნაწილი მოძრაობა პროტესტის წევრი. მე აქვე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ამ მაისურზე, რომელიც დღეს სიმბოლურად, სპეციალურად მაცვია, შემთხვევითი არ არის, ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ და თქვენ გახსოვთ, რომ შარშან ზუსტად 26 მაისს გამოვიდა მოკლე, ასე ვთქვათ, კლიპი, რომელშიც რეჟიმის პატიმარი გიორგი ოკნელაშვილის, იგივე ოკნელას რეჟისურით, ასე ვთქვათ, და ანდრო ჭიჭინაძის კიდევ ერთი რეჟიმის პატიმარის მონაწილეობით მისი ხმა ის ანდროს ხმა არის ამაში. დამოუკიდებლობას ეძღვნება ეს ყველაფერი და მე მინდა აქ ყველა რეჟიმის პატიმარი მოვიკითხო საბას ქუთარიძე, ჩემი მეგობარი, გიორგი მინდაძე, მოვიკითხო თორნიკე გოშაძე, რა ყველა აბსოლუტურად მათე სინათლის საძიებლად რომ წავიდა უსასრულო წყლითიაში, ყველას ვერ ჩამოუთვლით, მაგრამ ყველას მოკითხვა, რა თქმა უნდა, მართლაც იმ დღეს, რომელიც სინათლის დღეა ამ ქვეყნის ისტორიაში. ისმენთ, მარიკ. კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ მზია ამაღლობელი პატიმარი ქალები, პირველი პატიმარი ქალი ჟურნალისტი და ელენე ხოშტარია, პირველი პატიმარი ქალი პოლიტიკოსი, მოვიკითხო აქედან, იმიტომ შედან იქ რომ იცავენ დამოუკიდებლობას და ჩვენც აქ ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას. ჩვენ გვინდა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ჩვენი იდენტობის შენარჩუნება და ჩვენ ამ ყველაფერს აუცილებლად მივახცევთ. გელოდებით ყველას ჯერ აქ რუსთაველის მეტროსთან და აქედან ერთად დავიძრებით თესევსკენ. კი ბატონო, შეკრების ადგილი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საღამო 7 საათზე და იქედან მიდის მარში შემდგომ რუსთაველის გამზირზე. მადლობა ქალბატონებს. ტრადიციულად დიდი მადლობა. მე ჩემს ჩართვას თუ შეიძლება ერთი წინადადებით დავასრულებ. როგორც ჩიტებს არ ავიწყდებათ ფრენა, ისე ქართველ ერს არ დაავიწყდება ბრძოლა თავისუფლებისთვის და ეს ბრძოლა აუცილებლად მივა გამარჯვებამდე. ჩვენ შევინარჩუნებთ მოპოვებულ დამოუკიდებლობას, ოღონდ ამას ჭირდება ერთობა, ერთიანობა და არ გაჩერება. მადლობა მარიკა არევაძეს უსმენთ. მადლობა.